ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კიდევ ერთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთ კითხვაზე ეთანხმებიან თუ არა არჩეული თანამდებობის პირებს ქალაქის სწორი მიმართულებით მიჰყავთ ქუთაისელთა 72-მა უარყოფითი პასუხი გასცა. კვლევის შედეგებს ქუთაისის მერი გამოეხმაურა. მურგულიას განმარტებით მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან არც ისე დიდი დროა გასული, თუმცა უკვე მიმდინარეობს ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა და შედეგებიც მალე დაიდება. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევებს 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 4458 ადამიანის გამოკითხვა მოხდა. მაჩვენებელი ჩემთვისაც არის ერთ-ერთი ნიშანდობლივი, რადგან 25 წელია ფუნქცია როგორც ეძახიან უბრალოდ ეკონომიკური მამოძრავებელი ქალაქს რა იქნება არ იყო განსაზღვრული. ჩვენ ერთ წელია დავიწყეთ და უკვე სტრატეგია თითქმის დასრულებაშია და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ უფრო მეტი მუშაობა არის მოსახლეობასთან აუცილებელი, რადგან მათ აინტერესებს თუ საით განვითარდება ქალაქი. რა თქმა უნდა, მე სხვა შედეგს არ ვცველობდი, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის დამუშავების პროცესში, ჩვენ მოსახლეობას ჩავრთეთ.